ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით სასტუმრო რედისონში სემინარი მიმდინარეობს. სემინარის მონაწილეები საავტორო უფლებების დაცვის, მომიჯნავე უფლებების და კოლექტიური მართვის საკითხებს განიხილავენ. საერთაშორისო ექსპერტები ქართულ სპეციალისტებს წამყვანი ქვეყნების გამოცდილებას უზიარებენ. სემინარს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი, საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაცია და ავტორთა და შემსრულებელთა საერთაშორისო ორგანიზაციები მართავენ. დღეს ტარდება სემინარი საავტორო უფლებებთან დაკავშირებით, შეეხება ზოგადად საავტორო უფლებებს, კოლექტიური მართვის ორგანიზაციას, მომიჯნავე უფლებებს. ამ სფეროში ჩვენი კანონმდებლობა ძირითადად შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, მაგრამ არის სერიოზული პრობლემა აღსრულებასთან დაკავშირებით. დღეს მოწვეული ყავს საერთაშორისო ექსპერტები, ამ სფეროს გამოცდილი სპეციალისტები, რომლებიც საერთაშორისო გამოცდილებას გაგვიზიარებენ. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია საავტორო უფლებების ახალი დარგი, რასაც საავტორო უფლებების ეკონომიკა ჰქვია. მას ამერიკაში ეკონომიკის 30% უკავია, რუსეთში კი მესამე ადგილზეა ნავთობისა და კომუნიკის სექტორის შემდეგ. საქართველოში მნიშვნელოვანია ამ თემის გაჟღერება, რადგან საქართველოს ორგანიზაცია საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო ხელშეკრულების წევრია. ასევე საკპატენტის 20 წლის თავზე გვინდოდა ჩამოვსულიყავით და მოგველოცა ჩვენი კოლეგებისთვის.